ჩემო მეგობრებო, ახლა ისეთი დონის სიკრინჯე უნდა განახოთ, რომ შეიძლება სკამიდან აყირავდეთ. He was like, ან თუ მობილურიდან ვიყურებთ, შეიძლება მობილური გაგეთიშოთ. ან თუ კომპიუტერიდან ვიყურებთ, შეიძლება კომპიუტერზე Windows-ის გადაყენება დაგჭირდეთ საჭირო. მეგობრებო, ჩემგან ხელმარცხნივ ისეთი არსება არის, რომელიც არის მტკიცებულება დარვინის ევოლუციის თეორიის თანახმად მაიმუნიდან ადამიანზე გარდამავალი ფორმის, ანუ ეგრეთ წოდებული transitional formis. ამ ვიდეოს პირველად რომ მოусმინე, გამოგნდი თუ როგორ გამოხატავს დღევანდელ ჯენზისა და ლიბერალური სამყაროს მიერ გაზრდილ პირმშოს, რომელიც დამუშავებულია ტექნოლოგიურად, ისე რომ ჩვენ შეიძლება მეგობრებო, ახალი ჯიშის ადამიანი შევქმნათ საერთოდ. ამიტომ ეს სამეცნიერო თვალსაზრისი და ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. ასევე დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, გაუზიარე მეგობრებს, შეგიძლია გამოყვე Instagram-ზე, რომლის ლინკი აღწერამშია მითითებული, სადაც ყოველდღიურად ძალიან აქტიური ვარ და შეგიძლია გაკეთო დონაცია და დაეხმარო არხს განვითარებაში. ტიპი ვებაზრებოდი ხოლმე რა და ერთხელ მივწერე რომ მეთქი ანუ გავიდე თუ გინდა სადმე. მოდი სანამ ეხა ჩვენ უშუალოდ დიალექტიკაზე გადავალთ, ცოტა კანტისეურად მივუდგებით ამ ყველაფერს, მე მინდა თვითონ ვიზუალი განახოთ, რომელიც ძალიან საინტერესო ფსიქოსომატიკას გვაწყვეტს, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანის შინაგანი ბუნება გამოხატავს, აი ადამიანის ჩაცმულობა კარგად გამოხატავს ადამიანის შინაგან ბუნებას. ეს ძალიან მარტივი ბიჰევიორისტული ქცევა მეგობრებო. ნუ ეხა ზოგადად არიან ადამიანები, მე თმას არ ვეხები არც პირსინგებს, არც მაგალითად იმას რომ გაურკვეველი ჯიშისა და წარმომავლობის ბრენდის სათვალე უკეთია, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომელსაც წითელი თმა უხდებათ, არსებობენ ადამიანები, რომელსაც პირსინგიც უხდებათ. არსებობენ ადამიანები, რომელსაც სათვალე უხდებათ, მაგრამ ეს კომბინაცია, რასაც ახლა მე უყურებ, და ის დიალექტიკა, რომელიც აქედან გამოდის, ხო, საკუთარი მრავალწახნაგური კუთხით ქმნიან ისეთი დონის სიმახინჯეს, რომლის წარმოდგენაც კი ჩემთვის შეუძლებელია. რაზემა კონკრეტულად ახლა მე საუბარი, აი ეს დიალექტიკა ამ ყველაფრის პროვოცირებას მოახდენს. ის მეუბნება რომ მოსწევი მაქვს, მოდი ჩემთან რა. მოსწევი მაქვს და მოდი ჩემთან რა. მოსწევი მაქვს, მოდი ჩემთან რა. მოდი დავიწყებ მარტივი თეორიით. ანუ ადამიანმა რომ მოსწევი შემომთავაზოს, ეს ჩემთვის შეურაცხყოფა. პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ისეთი დაბიო და დაბალი დონის ნარკოტიკული თრობის საშუალება რაც არის მოსაწევი საკუთარი შინაარსით, ჩემს ყოველგვარ, აი აბსოლუტურ იდეალებსა და ყოველგვარ ზეიდეალებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რას უკეთებს მოსაწევი ადამიანს, აგერ ჩემგან ხელმარცხნივ ამის ნათელი მაგალითია, შეგიძლიათ შეხედოთ, გამოიკლიოთ, რას უშემატვინის უჯრედებს. ნუ პირდაპირ ფაქტი გიდევთ აგერ. ქცევა, მოდი ახლა ბიჰევიორიზმზე გადავიდეთ, ეს უფრო საინტერესოა. კი ოკ. მეთქი ოკ. და მივედი და ედაქშევი კი მომითხრა რომ sorry უკვე მოუწიე. აი ხა დამიარა დენმა. აი ემპათია რო ფეთქდება, ხო იცი პიკზე რო ამისვლა და დენმა დამიარა ხერხემლიდან. აი ხერხემლა დამიარა და წელში გამასწორა. სხვადასხვა აი მაინტერესებს აი თვითონ კრინჯი რა არის, იმიტომ რომ ეს უნდა მივაბათ ჩვენ თანამედროვე ფსიქოანალიზს, მეგობრებო, იმიტომ რომ კრინჯი არის ემპათიის აფეთქება, თან ისეთი რომ კრინჯის დროს ხედავ ადამიანის ყველაზე ყალბ ქცევას, რომელიც უპირისპირდება მის გამოხატულებას, ანუ მისი ნალაპარაკები და მისი ბეის მდგომარეობა ერთმანეთის წინააღმდეგობაში მოდიან. როგორც კი ამას მესამე თვალი, ანუ რეალისტი ადამიანი ხედავს, მაგ მომენტში მის სხეულში გადის დენი, ელვისებურად. აი როგორც ახლა ელექტროსკამზე რო სავენ და სველ ღრუბელს თავზე ადამიან, დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა მაქვს მე. იმიტომ რომ თითოეული ამის სიყალბე, რასაც ეს ამჩნევს და თითოეული ამის მარაზმი, ხო? ჩემში იწევს თითოეული აი როგორ აი ბეზუვი როგორც ფეთქდება, ნენელა და მომოკვდინებლად, დაახლოებით ეგრე. მეთქი ბლად, ოკეი. მეთქი ბლად, ოკეი, ანუ ბლად რატო ხმარობენ ის შიგ ევროპელები ბლად, ხო რუსული ტერმინია. მე ვხმარობ ხოლმე, ანუ ბლად მახასიათებს რომ გამოვიყენო ხოლმე. რატო ხმარობს ეგეთ ტერმინს ის საინტერესოა, იმიტომ რომ შინაარსობრივად ეთყობა რომ ეს აქციაზე მდგომია, შინაარსობრივად, ჰაბიტუსი აქვს ესეთი. მაგრამ ანუ მე დალეული მქონდა უკვე და ისედაც საკაიფოდ ვიყავ. აი წარმოგიდგენიათ ჯერ ეს როგორია და ეს რო სვავს მე რა ხდება? ანუ აი თქვენ ეს არის მისი ნორმალური მდგომარეობა, ან დეფოლტია. ეს არის მეგობრებო, აი Minecraft-ი ხო იცით? აი დეფოლტი არის ენდერმენის. აი ენდერმენი რო დგას, ხო იცი, არავის არ ერჩის. აი ენდერმენს როგორც კი შეხედავ და აგრესიული შენს მიმართ ხდება, ხო იცი? აი დაახლოებით ალბათ ეს მდგომარეობა, რომ ეს ადამიანი, ეს არსება გადადის იმ ტრანსფორმაციას განიცდის და იმ მდგომარეობაში გადადის.
ანუ სერიოზულად გეკითხებით ხალხო, აი ამ მარაზმს ხო ისმენთ? ანუ მარტო ჩემ ყურებს ხوار ტკივა და რამისა ტვინი დამიდენეს და ყურებიდან გადმომივიდეს. ხო და ანუ იდეაში ლაპარაკობ, მე მგონია რომ ანუ აი მეგობარის გავიჩინეთ რა. მეგობარი რა კრიტერიუმებით გადაწყვეტა მეგობარი? აი ესაა ძალიან საინტერესო ნაწილი. მოსაწევი შეთავაზა, უთხრა რომ სახში ამოდიო. დაინახა საკუთარი კალიბრის რო იყო, თვალი იყო, ეხლა ეს ჯეფრიზელი და თვალი წარმოგიდგენიათ რა იქნება, ალბათ ეს გასხივოსნება იქნება. აი რავი, ბუდას შეშურდებოდა ის იმ დონის გასხივოსნებას აღწევს ადამიანი, რომელიც სხვა მატერიებში გადადის აბსოლუტურ რაღაც სასარაო თუ რაღაცებს რო ეძახიან რა. ხო და რაღაცა და იდოქში რაღაცნაირად რიზინგი დამიწყო და რიზინგი რა არის? ანუ მეც ვიყენებ ხანდახან ინგლისური ენის ტერმინებს, მაგრამ რიზინგი შეიძლება რამე ახალია, არ ვიცი. ხო, ფლექსაობა, სნობობა, კრინჯი, კრიპი, რაღაც ეგეთი სტანდარტული დამკვიდრებული სიტყვები გასაგებია, რიზინგი ამას რო დაუწყო ეგ. შეიძლება ფლირტაობა არის, ხო? რიზინგი არის ფლირტაობის ახალი სახე მეგობრებო რა. აი დაპრიხოდებული რო ხარ რა, რო კერაო რა, ესეც რო კერაო, ის ვაფშე ვინ არის ხო წარმოგიდგენ, ის ვინც ეს დაპატიშა. ის ვინ არის, ეს ჩემს ფანტაზიასაც კი აღემატება, რო წარმოვიდგინო საერთოდ რა არსება. He was like, ანუ can you suck my dick? რა კრინჯია. იმას რა უთქვია, გაიგეთ? და არა, იმა როგორ თქვა ეგ წარმოიდგინეთ და ეს როგორ ხსნის. ეს თანამედროვე ექსპრესიონიზმია მეგობრებო. Can you suck my dick? ხმერთო შენ მიშველე. სერიოზულად მართლა ყურებიდან სისხლი მომდის. ანუ ის იმან ეს აიყვანა სახში. ანუ ეს იყო რაღაც თრობის ქვეშ, რაღაც ვერც ახსნა, შინასი ვერც გამოვიტანე. და რიზინგი ფლირტაობა რა დაუწყო, იმან უთხრა Can you suck my dick? ხო გაიგეთ რასაც ნიშნავს, არ მინდა მის განვითარგნა. და პასუხი არის ან საინტერესო ამის. Like and I was just like what the fuck man? What the fuck man? იმას წამოგენთ ქალი როგორ უნდა გიჭირდეს ცხოვრებაში ეს ამას უთხრა. მე იმას განვიცდი, იმის დატირება მაქვს, ხა მე იმის პიროვნებას დავტირივარ. ხა წარმოიდგინე შენ რა დონეზე უნდა გქონდეს ქალისადმი პრობლემა, რომ ეს აკყავს მაგ მდგომარეობაში და ამას ეუბნები, რომ can you suck my dick და what the fuck man ეს გეუბნება. ჯერ რა ბანზია ბიჭო, თუ ქართულად ლაპარაკობ, ქართულად ილაპარაკე. ანუ შეიძლება უცხოურ სიტყვებს იყენებდე ადამიანი. აი ვიკრინჯები, არის უცხოური სიტყვა, მაგრამ ანუ გამაღიზიანებლად არ ვამბობ და არ ვამბობ მორფოლოგიურად და საკუთარი სინტაქსური მაჩვენებლად ისე, რომ რაიმე არაქართული ასოციაცია თვითონ ამ სეკვენციაში მე შევქმნა. ანუ არ ვამბობ ეგრე. აი მაგალითად აი დავა HD აუ ძალიან ფლექსაობს. ანუ ეგ არის ამით ნაშობა არის ძალიან დაბალი დონე, ანუ ძალიან დაბალი დონეა. ანუ შეიძლება გამოიყენო სლენგი, მეც ვიყენე ბარბარიზმებს. სამწუხაროა, მაგრამ ხანდახან რაღაცას რომ იხდე, ავანგარდულად საჭირო რა გამოიყენო, მაგრამ ანუ მორფოლოგიურად და სინტაქსურად არ ვარღვევ წინადადებათა ისეთ თანხwebdriverს და მით უმეტეს ბგერის დონეზე, რომ შენ გაღიზიანდე რომ ემისმენ. აი მაგალითად, can you suck my dick რო ამბობენ, ხო, გამოდგა ესე თქვა. მაგრამ can you suck my dick? Why are you flexing, man? და ეგეთი რაღაცები, ანუ რაც არ გახასიათებს, რატო იქცევი? ანუ არ ხარ Netflix-ის ფილმში. არ ხარ ამერიკელი, არ ხარ ევროპელი, ქართველი ხარ. ვერ გაქცევს ვერც ეგ პირსინგი, ვერც ეგ სათვალე, ვერც ეგ თმები, რაც არ ხარ იმად ვერ გაქცევს. ტრაქში ბუმბულის გარჭობა ადამიანს ფარშევანგად არ აქცევს, ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა. ხო და იტოქში ანუ მაგისგან რომ წავედი მე ეს მაგარი ყო. აი რა სტოპ კადრია შეხედეთ რა. ნახე, აი აქ ქვეცნობიერი ჩანს, რა კაი სტოპ კადრი დავიჭერე. ნახე იბა ხო და can you suck my dick რა. და ეს კი წავიდა იმისგან, ხა ის ვაფშე ვინ იყო, ხო ეგ ვიცი და ნახეთ, აი ეს პროფილი ჩვენ მეგობრებო, აი ეს კუთხე გადმოგცემს ქვეცნობიერ შინაარს რეალურად რაზე ფიქრობდა მისი გონება მაშინ. აი დააკვირდით კარგად. კარგად მინდა სურათს დააკვირდით და მიხვდებით ხა აი ძალიან ცნობილ მიმს, რომელიც ხა ამ სურათზე არის რენდომად გამოჩენილი. აღარ მოუწერია მის მერე რა? ვინ მოგწერდა შენ? ანუ ამას მართლა ჯერა ეხა რომ აი იმას ვინმე მიწერდა? თუნდაც ის მისტიური ფიგურა. ის აი ვიღაც მისტიური ფიგურა ამას მიწერდა?
ძალიან მაგრად ეხავს ესეთი ადამიანები რო არსებობენ რა. ანუ სიყალბეა რეალურად. თორე ეს წინადადება, ეს ტექსტი, ეს დაახლოებით 1 წუთიანი სპიჩი მონოლოგი ბოდიშით შეგეძლო ისე გითქვა, რომ აუდიტორია მთელი ქვეყანა არ გაგიღიზიანებინა, იმით კი არა, რომ პირსინგი ბევრ გოგოს უხდება, თმაც უხდება ბევრ გოგოს, ტატუც უხდება გოგოს. არიან ეგეთეიმა, რო არ გიხდება არც ერთი. და ყალბი რო ხარ თავიდან ბოლომდე. და პლუს ძიშოვი. ძიშოვი ეგ ყველაზე დიდი უბედურებაა რა. ყოველთვის მაგასოუნები ადამიანს იყავით რაც ხართ. ნუ ცდილობთ გახდეთ ისეთები რაც არ ხართ რეალურად. თორე ყოველ ჯერზე სხვა ადამიანი თქვენ გვერდზე დაიქრინჯება იმ დონემდე, რომ უბრალოდ თქვენ გვერდზე ვეღარ დაგიყენებთ, ან ურთიერთობა აღარ ექნება. საშინელება არის. თანი ტიპი ხო, არ ვიცი მეგობრებო, ეს ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია, მინდა გითხრათ. ძალიან გულდასაწყვეტი ფაქტია ჩემთვის პირადად მეგობრებო, აი ეს. რადგანაც გადმოსცემს იმას, რაც რეალურად ჩვენ შინაარსობრივად არ ვართ. ეს ძალიან მტკინვეულია, სხვათა შორის მინდა გითხრათ, ძალიან მტკინვეული. რადგან როდესაც ადამიანი ის არ ხარ და გამოგაქვს კამერებთან ის ბუნება, სხვა ადამიანებს აღიზიანებს შენში არა ის, რომ რატო ხარ მაგალითად LGBT აქტივისტი ან რატო ხარ ლიბერალი, არამედ შენი სიყალბე აწუხებს ადამიანს, გაიგე? ანუ ძირითადად ჩვენი თავდასხმის მიზანი მაგალითად ხო ინტერნეტში, როდესაც მე ვიღაცას ვაკრიტიკებ. მეტი წილის კი არ არის რომ მაგალითად ის LGBT-ა, მაგალითად ის ტრანსფორმერია, მაგალითად ის ხო საინფორმაციო ვაკუუმში, არამედ ის ყალბია. ყალბი ადამიანი არის ყველაზე დიდი უბედურება ამ სამყაროში. სიყალბე იწვევს ყოველივე მომაკვდინებელს და დამანგრეველს, რაც არსებობს ჩვენი ახალგაზრდობისთვის. ეხლა ეს რა ბაბლსაც წარმოადგენდა უკვე გასაგებია, ხო? მორფინისტები შიგ ევროპა, ისა რა ქვია, არარუსულ კანონს, თავისუფალ პოლიტპატიმრებს, ნუ ლიგა გასაგებია. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ლიგა, ყველა ადამიანს საკუთარი ვიწრო ცნობიერება. ამიტომ ამ ადამიანებს არა აქვთ მორალური საფუძველი, ჩემნაირ ადამიანს, რომელიც ხმამაღლა ყოველგვარი მორიდების გარეშე ამბობს, რომ ემხრობა დიქტატურას, ემხრობა ტოტალიტარიზმს, აქებს და ხოტბას ასხავს სტალინის და ჰიტლერის ნაირ ტიპებს, რადგანაც უკონტროლო საზოგადოებამ და იმ ქვეყანაში, სადაც არ არის წესრიგი შენარჩუნები და სადაც არ არის განათლების დონე გამართული, გამოიწვია ესეთი იმბეცილების წარმოშობა ჩვენს ქვეყანაში. მე არ მინდა ესეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც მაგალითად მომავალში თუ ცოლი მეყოლება და შვილი მეყოლება, არ მინდა რომ ჩემი შვილი გაიზარდოს ესეთი იმბეცილის გვერდზე, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ ყოველდღიურად კვდებოდე. ესეთი რო ხარ, შენ უკვე ყოველდღიურად კვდები. ანუ ტყუილზე დაშენებული ცივილიზაცია განწირულია დამარცხებისთვის მეგობრებო. თუ ქვეყანას არ აქვს გენერალური არსი რა მიმართულებით მიდის, განწირულია თაობა. რადგანაც უცოდინარის ტვინში, როდესაც თავისუფლების იდეა შედის და TikTok-ი და მობილური რომელიმე პროვინციაში, რაც არის, ეს ძალიან კარგად ვიცით ყველამ, ხო? ეს სიყალბე, ეს ძიშოვობა, ეს ხამობა, ეს ძალიან დაბალი დონე, ეს მართლა ჩარიცხილობა, აი ეს არის მეგობრებო დიდი პრობლემა. არ შემეძლო ბოლოდ ეს კომენტარის გარეშე დამეტოვებინა. რადგანაც ახლა მე ცალკე მე ვიდეო შეგდე, რა ხდება TikTok-ზე რო შეხვიდე მაგალითად რა. ანუ ცხოვრება აღარ მოგინდება საერთოდ. და ესენი არა თქვენი თანამემამულეები. როგორ შეიძლება ამას შენი თანამემამულე უწოდო ახლა? როგორ შეიძლება, ხო? ჯვარი წერია საქართველოს. მაგრამ ამას თუ ფარდა არ ახადე, ეს თუ არ ამხილე, ეს თუ არ გამოიყვანე და შენ თუ ნორმად აქციო, გამრავლდებიან ესენი და ბევრი ენდერმენი დასპავნდება მერე. და ესეთი რო აგეკიდოს და ეს სხვადასხვა ადგილებში პორტაცია გააკეთოს, ხო ჯვარი მწერია საერთოდ. რავი, თქვენი აზრი მაინტერესებს, რას ფიქრობთ ამ გაურკვეველი წარმოშობის არამიწიერ ჰომონი იმას რა ქვია უცხოპლანეტელთან, დაწერეთ კომენტარებში, იყავით ადეკვატურები, მე ეს ბილდ სიტყვაობას საერთოდ აღარ ვიყენებ, სიტყვა არ გამომიყენებია, მე ძალიან აზრობრივად ვაკრიტიკებ ადამიანს თუ ვაკრიტიკებ. და სემანტიკასაც ისე ვიყენებ, რომ არ იყოს თქვენთვის გამაღიზიანებელი მეგობრებო. ამიტომ აუცილებელია რომ ზრდილობიანად მივუდგეთ და ზრდილობიანად გააკრიტიკოთ ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვინდა ბომჟებს დავემსგავსოთ, ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ პროვინციელებს, ჩვენ უნდა ვიყოთ არისტოკრატიულად მოაზროვნე ხალხი, რომლებიც დადებენ დასკვნებს ყველა იმ სიყალბესა და ყველა იმ ტყუილზე, რასაც თანამედროვე სამყაროს მიერ გაზრდილი და პოსტმოდერნიზმის მიერ გენერირებული ახალი ჯენზის თაობა თქვენ გთავაზობთ. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავანეიტრალოთ. ჩვენ ამისთვის ვარსებობთ. დროებით.